ხაჭაპურის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ბრძანებას ხელი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ მოაწერა. ხაჭაპური ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ის ქართული კულინარიული კულტურის სავიზიტო ბარათი და კვებითი რაციონისა და ქართული რიტუალის შემადგენელია. მნიშვნელოვანია ხაჭაპურის საქართველოს მიერ პოპულარიზაცია, რათა გაიზარდოს მისი როგორც ქართული პროდუქტის ცნობადობა საერთაშორისო სივრცეში. განმარტავენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში. ხაჭაპურის ტრადიციისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებას ქუთაისში დადებითად შეხვდნენ. ეკუთვნის შუა ნამდვილად ეკუთვნის ძალიან კარგი და არის გემრიელი და ჩვენი ტრადიციული არის. ჩვენი სავიზიტო ბარათი. ნამდვილად, კი, აუცილებლად. კი, მამზადებ როგორ არა, კი. ძალიან გემრიელს. ბავშვობიდან მამზადებ და მიყვარს ძალიან. საზღვარგარეთ ცხოვრობ და ხშირად ვაწყობ და როდესაც ვაკეთებ, დიახ და მე და ჩემი მეგობარიც გერმანიიდან ამყავს სტუმარი. ძალიან ხშირად ვაწყობ და ამიტომ გაკურებული არიან ჩვენი უცხოელი მეგობრები ხაჭაპურის გემოვნებით. ყველა ქართველისთვის არის სავიზიტო ბარათი. მე ვფიქრობ, კი, ნამდვილად არის. კი, ვამზადებ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ერთ-ერთი აუცილებელი სადღესასწაულო და საყვარელი კერძი არის, კი. შენ თუ მიყვარს ხაჭაპური? ძალიან. ძალიან გიყვარს. მეორე ყელი უნდა გქონდეს შიგნით? არა. რომელი გიყვარს? ფენოვანი, აჭარული, იმერული? იმერული. საქართველოს მდიდარი არის სხვადასხვანაირი ხაჭაპური. თულ კუთხეს ხო თავში ხაჭაპური აქვს, ესე იგი ხაჭაპური ერთი და იგივე. ძალიან კარგი. ნამდვილი იმერულ ხაჭაპურს. აბა, ხო, შემთხვევაში. მაგრამ არის სხვადასხვა. ხო. მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა. კარგია. მივესალმებ. ოჯახში კი. ოჯახში გამზადებ. გემრიელია. რა თქმა უნდა. გააჩნია ყველს. იმერული ყველი. თუ კი არის ჭყინტი და კარგი. ბევრი უნდა გქონდეს? რა, ყველი? შიგთავსი? შიგთავსი დიდ 8 ნაჭრიან ხაჭაპურს უნდა 350 გრამი. ხაჭაპურს მე ვამზადებ ქართულ ხაჭაპურს. ჩემო ბატონო, კარგს, ძვირფას. იმერულს, ხო, იმერელი. თუ გაჭრი ნორმალურად 4 ნაჭრი თორა და 6 მაინც გამოდის. არის თუ არა ქართული სამზარეულოს მნიშვნელოვანი კომპონენტი? რა არ არის ხაკარს რო გააკეთებ და ლამას რო გააკეთებ, აბა არ არის. წელს პირველად საქართველოს საერთაშორისო კულინარიულ გამოფენაში მონაწილეობას იღებს, სადაც ქართული ხაჭაპური იქნება წარმოდგენილი.